ჩვენ გახლავთ კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის, ესეთი ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს 26 არასამთავრობო ორგანიზაციას. ჩვენ უბრალოდ წერილი მქონდა წერილი გადამეცა პრემიერ-მინისტრთან არსებობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხად სამოქმედო საბჭო, საკოორდინაციო საბჭო ბოდიშით, რომელიც იხილავს სხვადასხვა საკითხებს. ჩვენ გვინდა რომ საბჭო გააქტიურდეს, უფრო აქტიური გახდეს და ახალმა პრემიერმა, ასე ვთქვათ, ახალი ძალისხმევით წაიყვანოს საქმე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ინტეგრაციის საზოგადოებაში. მე ძალიან მოხარული ვარ პირველი პირიდან პირველად გავიგეთ ჩვენ რომ ის სამოქალაქო საზოგადოების და სამოქალაქო სექტორის გაძლიერებას შეუწყობს ხელს და მე თვითონაც აპირებს ამ სექტორში ასე ვთქვათ გადმოსვლას. ეს იყო ჩვენთვის ყველაზე მისასალმებელი და ჩვენ გადავწყვიტეთ წერილი გადაგვეცა ბატონ ბიძინასთვის. ვისარგებლეთ ამ სიტუაციით, რომ დღეს მთელი მთავრობა აქ არის და სხვადასხვა მინისტრებსაც ალბათ დღეს შევხვდებით, ქონდა შეხვედრა ფინანსთა მინისტრთან, კიდე შევხვდებით ალბათ სხვადასხვა მინისტრებს, ჩვენი პოზიცია დავაფიქსიროთ და ჩვენი მოძრაობა, ჩვენი ორგანიზაციები, ყველა ორგანიზაცია, რომელიც კოალიციაში არის გაერთიანებული, ვთხოვთ იმას, რომ დაიწეროს რეალისტური სამოქმედო გეგმა 4 წლიანი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ხელშეწყობის და საზოგადოებაში ინტეგრირების და ასევე ამოქმედდეს საზესდამხედველო ორგანო, როგორიც არის საკოორდინაციო საბჭო, რომელიც არსებობს პრემიერ-მინისტრთან. ჩვენი მიზანია, რომ 4 წლის თავზე ვთქვათ, გარკვეული არჩევნების წინ მოხდეს აი ამ პრობლემებზე ფიქრის პროვოცირება, თავიდანვე, როდესაც მთავრობა იკრიბება, თავიდანვე დასახოს, აქტიურად იყოს ჩართულები ამ პროცესში, რომ იყოს სწორი ნაბიჯები გადადგმული და აქტიური ნაბიჯები საერთოდ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ინტეგრაციის კუთხით.